შემწვარი ნუდლსი ღორის ხორცით და სატეს соუსით, ინდონეზიურად. მოვამზადოთ ნუდლსი, ფქვილი 300 გრამი, წყალი 150 მილილიტრი, სახამებელი და სოდა ნახევარი ჩაის გოზი, მარილი გემოვნებით. სატეს соусისთვის დაგჭირდება მიწისწყლი 100 გრამი, სოიო соуსი 1 სუფრის გოზი, ლიმონის წვენი 1 სუფრის გოზი, მწვანე წიწაკა 1 ცალი, ხახვი 1 თავი, ნიორი 2 კბილი, ჯინჯერი 10 გრამი, დაღერღილი წიწაკა, მარილი გემოვნებით. კერძის დასასრულებლად დაგჭირდება ღორის რბილი 200 გრამი, მწვანე წიწაკა 1 ცალი, ხახვი ნახევარი თავი, ნიორი 2 კბილი, მწვანე ხახვი 5 გრამი, ქინძი 5 გრამი, ჯინჯერი 20 გრამი, ხამაწკის соуსი 2 სუფრის გოზი, სატეს соуსი 1 სუფრის გოზი, ზეთი 50 მილილიტრი და მარილი გემოვნებით. 5 სეზონის 5 გამორჩეული კერძი. მეორე, ინდონეზიურად შემწვარი ნუდლსი სატეს соусით. ეს არის იმ ორი რეცეპტის ნაერთი, რომელიც ინდონეზიაში მოგზაურობისას შეფ იოჯისთან ერთად მოვამზადე და რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა თქვენგან. პირველ რიგში დავიწყებ ნუდლსის მოზელვით. სჭირდება ფქვილი, დაახლოებით 300 გრამი. სჭირდება სიმინდის სახამებელი, ნახევარი ჩაის კოვზი, სახამებელი შეკრავს, ცოტათი სოდა, ბევრი არ გვინდა, რა თქმა უნდა მარილი გემოვნებით და თბილი წყალი. წყალს ცოტ-ცოტას დავასხავ. ცომი კარგად უნდა მოვძილოთ, არ უნდა იყოს როგორც ხინკლის ცომი, უნდა იყოს ცოტათი უფრო რბილი. ცომს დავასვენებ 5-10 წუთით. ცომა დაისვენა უკვე. დავიწყებ გაბყელებას. ცომს სჭირდება კარგად გაბყელება, უნდა იყოს თხელი. ეს სისქე უკვე საკმარისია, დაახლოებით 2 მილიმეტრზეა და შემიძლია უკვე მივცე ნუდლსის ფორმა. ჭრით ძალიან თხლად. ნუდლსიც დავჭერი, ამას ცოტა ფქვილს მოვაყრი, გავაერთიანებ, შვენიერი. წყალი დუღს უკვე, წყალში მარილი და ხარშავ ნუდლს. აუცილებლად უნდა ამოურიოთ, ეს ნუდლს ცოტა გაფართოვდება. ეკმაიც რო არ მიეკრას, დავახურავ. ნუდლსი უკვე მოიხარშა, შვენიერი. ზეთი. ეხლა მოვამზადებ სატეს соуს. სატეს соуს მოვამზადებ ვულკანურ ფილთაქვაზე, რომელიც ჩამოვიტანე ინდონეზიიდან და მზადდება ძალიან მარტივად. სახში თუ ეს ფილთაქვა არა გაქვთ, ჩვეულებრივი ქართული ფილთაქვაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მიწის თხილი დაახლოებით 100 გრამი და ვიწყებ ნაყას. ეს ფილთაქვა ინდონეზიის ყველა ოჯახში არის. ეს ვიყიდე მაღაზიაში ბალიზე, სადაც რა თქმა უნდა ფასი მომატყუეს. იქვე რაღაცები, соуსები მოამზადეს, ეს სატეს соусიც მოამზადეს, დამარწმუნეს რომ კარგ ფასში ვყიდულობდი, მაგრამ 100 მეტრში ორჯერ უფრო იაფი ღირდა. მიწისწყლი უფრო კარგად რომ დაინაყოს, გავუკეთებ ლიმნის წვენს. ბევრი არ გვინდა დაახლოებით 1 სუფრის გოზი. ამ ფილთაქვაზე ამზადებენ სალათებსაც, არა მარტო соуსებს, ამზადებენ ინდონეზიური ქარის соуსებსაც. ზუსტად იგივე უნდა გავაკეთო, რასაც ინდონეზიაში მიმზადებდნენ. მიწისწყლი კარგად დავნაყე უკვე. შემიძლია დავუმატო სხვა ინგრედიენტები. ეს არის დაღერღილი წიწაკა, რა თქმა უნდა სოიო соуსი, 1 სუფრის გოზი. კარგად ამოურევ. და მნიშვნელოვანი ინგრედიენტები. 1 კბილი ნიორი, ჯინჯერი,
ცოტა მწვანე წიწაკა. მწვანე წიწაკას დავჭრი წყვილად, რომ უფრო მარტივად დავნაყო. და ყველაზე გემრიელი სათესვე ხახვი. ეს არის პატარა ხახვი, უფრო არომატულია, უფრო გემრიელია. რა თქმა უნდა, სათესვეც ძალიან უხდება. ხავსს დავჭრით წყვილად. ჯინჯერსაც დავჭრით წყვილად ბარემ. ამ ყველაფერს კარგად აურევ, კიდევ დავნაყავ, უფრო არომატული გახდება. მარილი. სატე соуსი მზად არის. გადმოვიღებ პატარა თეფშზე. თვითონ ეს ფილტაკვა არის ვულკანური და თავისებურ გემოს აძლევს სატე соуს. გემრიელია. ცოტა ცხარია. ჯაკარტაში ნუდლს, ბრინჯს აკეთებენ ქათმის ხორცით ან საქონლის ხორცით. ბალიზე ძალიან უყვართ ღორის ხორცი. მე გადავწყვიტე რომ მოვამზადო ღორის ხორცით. ძალიან მიყვარს მეც ღორის ხორცი, თამით უმეტეს სატე соуს ძალიან უხდება. ღორის ხორცს დავჭრი რაც შეიძლება თხლად. მალე რომ შეიწვას, რბილი რომ იყოს და კარგად რომ გაუჩნდეს სატე соуსი. 150-200 გრამი. ეს საკმარისია. შემიძლია უკვე ცეცხლი ავანთო. რა თქმა უნდა, ზეთი. სანამ ზეთი ცხელდება, ხახვს დავჭრი. ხახვი ბევრი არ მინდა. დაახლოებით მე-13 დავჭრი დიდებად. ზეთი გაცხელდა. დავიწყებ. ხორცს ჩავყრი, მარილს მოვაყრი. ჯინჯერი, ნიორი. ნიორს ჩავახეხავ. 2 კვილი ნიორი ეყოფა. ჯინჯერი 15-20 გრამი. ხახვი მე-13. აქვე უკვე დაუმატებ მე ხამაცკის соуს. დაახლოებით 2-3 სუფრისკოვზი, სატე соуსი, 1 სუფრისკოვზი. კარგად მოურევ. ცოტათი წყალი. სატე соуსი და ხამაცკის соуსი კარგად რო გაიხსნას, მაგიტო ჩავასხი ცოტა წყალი. შეგიძლიათ ბულიონი ჩაასხათ ამ დროს. ვაცდი შეწვას. ამასობაში მოვიმზადებ მწვანე ხახვს, ცოტა ქინძი. ხახვს დავჭრი ცოტა დიდებად. ქინძსაც დავჭრი უხეშად, ასე ვთქვათ. წიწაკაც დიდებად. შემიძლია უკვე დავუმატო ნუდლსი. ინდონეზიის სუნებია. სატე არის გენიალური соуსი. კარგად ამოურევ. ინდონეზიური ნუდლსი სატე соуსთან ერთად და ღორის ხორცთან ერთად თითქმის მზად არის. აი თეფშით. ეგრევე. მწვანე ხახვი ქინძი ზემოდან უნდა დაიფაროს. წიწაკაც ინდონეზიურად მომზადებული ნუდლსი ღორის ხორცით, რაც თავარია უგემრიელესი, სატე соусით მზად არის. ინდონეზიაში დამაბრუნა ისეთი ფერები და არომატია ოთახში.